მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. გასული კვირა საერთაშორისო მოვლენებითაც საინტერესო იყო, ასევე საქართველოში მდინარე სრული ფარჩაკიზმის პროცესია საგულისხმო, როდესაც ლპებიან უკვე ის ეგრეთ წოდებული ბურჯები შპოპოზიციისა, ბურჯების დარქმევა ამას რამდენად რელევანტურია ბურჯები და ვარქვათ არ ვიცი, მაგრამ გარბიან შპოპოზიციური პარტიებიდან შპოპოები. ჩემი ირონია სულაც არ არის ზედმეტი, იმიტომ რომ ოპოზიცია დაუძახო აი ამ იდიოტების შლეგიანების უთამოყვარეობების და შტერების ჯგუფს ძალიან რთულია. მაგალითად ის რა დღის როცა 25 კაცი დმანისიდან 100-ზე მეტი კილომეტრის მარშს აკეთებს, აფრთხობს პასტორალურ პეიზაჟში, მშვიდად მობალახე ცხვრებს და მეცხვარე ძაღლები უყეფენ და არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. მარტინ ლუთერ კინგი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც მის ესეთ ამონათქვამს ესე იყენებენ სრულად კონტექსტის გარეშე. მაგრამ ეგ თავარი არ არის, თავარია რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ჩანს ტრამპის თაფლობისთვის გადის გაზდის თავის ქვეყანასთან, თუმცა მან ახლა ძალიან ძლავრი რამ შემოაგდო, ეს არის გამანადგურებელი ტარიფები, როგორც თვითონ იწვის, ეს არის ამერიკის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟი, ახალი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟი, როდესაც მან ზოგ ქვეყანას დრაკონული ტარიფები დაუწესა, ზოგ ქვეყანას დიდი, ნუ ჩვენ 100%-იანი ტარიფი გვაქვს, ჩვენ არ ვაჭრობთ ამერიკასთან, საერთოდ თითქმის ნოლამდე გვაქვს დაყვანილი სავაჭრო ურთიერთობები და ჩვენ ეს არ შეგვეხება, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მტკივნეულად შეეხება ევროპას, ჩინეთს ბუნებრივია, შეიძლება ყველასთვის საყვარელი iPhone-ის ფასი ამერიკაში გაიზარდოს 48%-ით. იაპონიას ეხება და სხვა მოკავშირეებს, ეგრეთ წოდებულ მოკავშირეებს, რომლებიც მას ჰყავდა. შეგახსენებთ ესეთ ნიუს, ან იქნება არ იცით, რომ იაპონიაში სარდლობა შეიცვალა ამერიკის, ეხლა ეს უბრალოდ კონტინგენტი კი არა, არამედ გადასროლილია ის სამხედრო პირები და ისეთი მოწყობა, რომ უკვე ემზადებიან სამომავლო საომარი თეატრისთვის. იქ ეს სწორედ ასეთი მოწყობა, ასეთი წესი სამხედრო მოწყობისა სწორედ მაშინ ირთვება, როდესაც პოტენციური ომის საშიშროება ან სურვილი არსებობს. რუსეთი კვლავ განაგრძობს შეტევებს, ბოლო არ უჩანს ომს, თუმცა რუსეთს სტრატეგიული უპირატესობა აქვს და როგორც ჩანს, ამ ხრივაც ამერიკა ჯერჯერობით, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამერიკა ჯერჯერობით ვერ ახსენებს საწადელს, თუმცა არის კი ეს საწადელი, ესეც საკითხავია. მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მეგობრებო, მარი ლეპენის პოლიტიკური პატიმრობა, შეიძლება ასე ითქვას, ეს აღმაშფოთებელია ჩვენთვის. მე პროტესტს გამოთქვამ მარი ლეპენის ასეთი პოლიტიკური პატიმრობისა გამო, მე მართლმსაჯულების სასამართლოს პოლიტიკური მიზნების გამოყენებაში კატეგორიულ პროტესტს გამოთქვავ. ეს არის ბანანის რესპუბლიკას მსგავსება, მაკრონის დიქტატურა ფრთებს შლის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ირონიულია, მაგრამ საგულისხმოა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, გაბედეს მოლდავეთში, გაბედეს რუმინეთში, გაბედეს საფრანგეთში და კიდევ ბევრგან შეიძლება გაბედონ. მართალია ტრამპმა დაგმოეს, მაგრამ სანქციები დაუწესა თუ არა? ჩვენ ხო დაგვიწესა სანქციები? დაუწესა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციამ რაიმე სანქციები ავტორიტარულ რეჟიმს საფრანგეთში მართლა ავტორიტარულ რეჟიმს ეს არ ვიცით. მოდით ამაზე ვილაპარაკოთ. ლეპენის საკითხი ტრიგერად გამოვიყენოთ. ჩახმახათ და ვილაპარაკოთ რა დღეში არის გლობალური ლიბერალიზმი, თქოთ. შავა სინამდვილეში ცალკეულია. აი რო უყურებ იმას თუ რაც ხდება ევროპას ყურებს ყოფილ ევროპას აბსოლუტურად ლოგიკურია რაც ხდება, იმიტომ რომ ანუ აი რატო ქონდა მოლოდინი რომ ხალხი რომლებიც არაადეკვატურად გვექცევიან ჩვენ, არაადეკვატურად ამოიქცევიან სახლშიც. იმიტომ რა იცი, კრიზისი, როდესაც გააქვს კრიზისი და განსაკუთრებით ეს კრიზისი არის გამყარებული როგორც იდეოლოგიური თვალსაზრისით, ასე ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ ასეთ დროს როგორც წესი დიდი ქვეყნები მიმართავენ ხოლმე რამოდენიმე გზას. ერთი გზა არის ომი და ამაზე ბევრი არის დაწერილი, როცა
მაგალითად დიდი იმპერიები დაშლის მომენტში იწყებენ რაღაც ომებს, იმიტომ რომ ან ყურადღება გადაიტანონ, ან ახალი ბაზარი აითვისონ, ანაც შემდეგ და ან ას შემდეგ. ევროპას ამიზალა უბრალოდ არ გააჩნია. ევროპას ეხლა ამიზალა არ გააჩნია. ამიტომაც რჩება შიდა არაადეკვატური რეპრესიები. იმიტომ რომ ანუ მათი აზრით ახლა სიტუაცია როგორია, რომ არის მოსახლეობა, რომელსაც მათი წარმოდგენით უკვე სხვა იდეები უჩნდება და რადგანაც ამ იდეებს ისინი ვერ უგებენ და ვერ ახორციელებენ ამ იდეების ჩახშობას დემოკრატიული გზებით, რჩება უკვე ასე ვთქვათ, აი სამართლიანი ჩარევის პრინციპები, ანუ შენ უნდა ადგენ და უბრალოდ უნდა დაიჭირო შენი ოპონენტი, რომელიც არ მოგწონს, რომელსაც ყოველთვის შეგიძლია მიაწერო რაღაცა ცუდი იარაღი, მაგალითად რუსეთის მომხრეს იარაღი. თანაც ხო ვიცით რომ ხა ობიექტურად ევროპის პოლიტიკა ძალიან გაიყუნა. ანუ ხო როგორც რავი ხო კვლევები და როგორც რავი შიდა ინსაიდები ამბობს, მაგალითად არ არსებობს ევროპაში თითქმის არც ერთი მთავრობის წევრის ადამიანი, რომლის დაჭერა კორუფციაზე არ შეიძლება. ანუ ნებისმიერ მომენტში შენ შეგიძლია თქვა რომ აი ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურაზე თქვა რომ ამის დაჭერა საჭირო და კორუფციაზე მოძებნო აუცილებლად რასა უკაცო. რა кейსი იყო, ხო ვიცით რა. ხო არა მაგას გულისხმობ რა, ანუ აქედან გამომდინარე ეს შალო მე მეცაც გეტყვი, ეს მარინ ლე პენი ხო დასაწყისია. აი ეგ არის საინტერესო, დასავლდებად თუ არა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, იმიტომ რომ ჩემი აზრით პასუხი კიდევ პარადოქსალურად შალო ახლა წამოსვლის წინ ვუყურებდი ძალიან საინტერესო სიუჟეტს. 2021 წელს საფრანგეთს აფრიკის 7 ქვეყანაში ჰქონდა ბაზები. ხო. 2025 წელს დარჩა 0-ში. იმიტომ რომ გაყარა ჩინეთმა და რუსეთმა. ანუ წარმოვიდგინეთ, ანუ საფრანგეთი რომელიც იქ არის ციაღისეულს მოიპოვებდა ურანს მაგალითად. ანუ საფრანგეთი რომელიც იქ მოიპოვებდა ურანს, პლუს ამას ჰქონდა საკუთარი პანაფრიკული კავშირი, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკას ყოფილ კოლონიებთან განაგზობდა ყოფილი კოლონიების ძარცვას განაგზობდა. ხო, პირდაპირ თქვა და. ხო. არ უნდა, რაღაც კალედონიას გასწრება რა. კალედონიასაც დაკარგავს მეგობრებო ჩვენი მეზობელის ჩარევის ჩვენი აგერ გვერდზე ტყილი და მურაბა მეზობლის ჩარევის შედეგად. რომელსაც მივესალმებ ჩარევას. ხო, ან წარმოვიდგინეთ რომელ მეზობელზე ასაუბრე. არა, ეგ შალოც ასაცილოა რომ ჩვენი მეზობელი რო ხეხებს. კარგია. ფრანგებს საკაუპს და შალო, ანუ ეს არის ძალიან მარტივი, ანუ ეს არის ნიშანი იმის რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ბატონო. დანეთ. მე ამ პროცესს განვიხილავ ამაზე წინა გადაცემებში ვილაპარაკეთ, მაგრამ ამ პროცესს განვიხილავ როგორც ამერიკულ ევროპულ დაპირისპირებას. ჩვენთვის ეგ შეიძლება ბევრისთვის ეს არ იყო ისეთი ნათელი, მაგრამ აი ახლა ამერიკის ადმინისტრაციის პრეზიდენტი და კიდე სხვებიც არიან. მოდი უკვე სტეიტი არსებობს. მოდი უკვე ვთქვათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პირველი ტერი არა რუსეთი, არა პუტინი, არამედ სწორედ კავშირის მთელი ელიტა ევროკომისარები, ესე ვთქვათ, როგორც მას სხვანაირად გლობალისტები. ესენი არიან. ეხლა რას აკეთებს ზოგადად ეს ევროკავშირის ქვეყნები? მათ ნახეს, რომ დემოკრატიული პროცედურით მოდის სათავეში ისეთი ძალები, რომელიც ტრამპს გავს და ტრამპის მოკავშირე ძალები. არ მოსწონთ ეს. რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენ ტრამპის მოკავშირე აკრძალონ დემოკრატიული პროცედურა. აკრძალო დემოკრატიული პროცედურა. როგორ უნდა აკრძალო დემოკრატიული პროცედურა? დაიჭირონ კანდიდატი. ხო, არჩევნებს ვერ გააუქმებ, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს პრობლემებს. როცა კანდიდატს იჭერ? აი, უკვე შენ ოპონენტების დევნა, სასამართლოს გამოყენება, პარტიების გაუქმება, სხვა ესეთი მექანიზმებით შენ შეგიძლია ეს შენი ოპონენტები ამის გარდა უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, სადაც არსებობდა იმის მიუხედავად კონტროლიებადი იყო, მაგრამ მაინც არსებობდა თავისუფალი სიტყვის უაზისები. ყოველთვის არსებობდა ეს უაზისები. ყველაზე ძიმე პერიოდშიც არსებობდა შეერთებულ შტატებში ეს უაზისები. ევროპაში ყოველთვის იყო პრესაზე კონტროლი. არ ყოფილა პერიოდი, სადაც ხელისუფლება არ აკონტროლებდა. საფრანგეთში ნაკლებად, ჩემი აზრით. საფრანგეთშიც იყო. საფრანგეთშიც იყო იმის მიუხედავად რაღაცა დოზა შეიძლება რაღაც ეტაპზე ლიბერალ 70-იან წლებს გეუბნები. არა, მე 70-იანებზე არ გულისხმობ. 80-იანი 70. მე გულისხმობ. ეხლა ბოლო პერიოდში. არა, ეხლა როგორ არ იყო კაცო, ეხლა. ბოლო პერიოდს გულისხმობ. ბოლო პერიოდში გეთახმები.
მე ხა შორეულ ისტორიაში არ წავედი და მაგიდან. მე ვსაუბრობ აი ცივი ომის შემდეგ პერიოდზე ვსაუბრობ. აქ ცივი ომის შემდეგ პერიოდში პირველ ეტაპზე 90-იან წლებში არ ყავდა პოლიტიკური ოპონენტები ამ ჯგუფებს და ამიტომ რა რეპრესიები ჭირდებოდა. ეხლა გაჩნდა ეს პოლიტიკური ოპონენტები და ჩვენ ვხედავთ რომ სიტყვის თავისუფლება ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ სივრცეში პრაქტიკულად არ იყო. ჩვენ შეერთებული შტატების ტრამპის მაგალითზე ნახეთ, ცუკერბერგის მაგალითზე, რომ ოპოზიციური და განსხვავებული არა იდეოლოგიური ამ სოფხდოლობრივი მოსაზრებები იბლოკებოდა აბსოლუტურად და მაინც ამერიკულ კულტურას ერთ ეს პლუსი აქვს რა რომ მართლა მნიშვნელოვანია იმ სივრცეში გამოხატვის უფლება. რაც ევროპაში ესე არ არის. არ არის ესე, არ იყო ესე ყოველ შემთხვევაში, უფრო სხვა რაღაცა ჰქონდა მნიშვნელობა. ამიტომ ევროპაში უფრო მეტად განხორციელდა, ანუ ევროპას მისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურებიდან უფრო ძლიერია სახელმწიფოს ინსტიტუტები, უფრო ძლიერია მართვის ინსტიტუტები, უფრო ნაკლები არის ესე ვთქვათ საზოგადოებრივი რაღაცა დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ბიზნესიც უფრო დამოუკიდებელია შეერთებულ შტატებში. ეს შეიძლება ზოგ შემთხვევაში პლუს იყოს, ზოგ შემთხვევაში მინუს, მაგრამ აღწერილი თობით გავაკეთოთ, ხო? ევროპა მოკლედ დაიწყო ის, რაც გადადგა ნაბიჯი მოდი ესე ვთქვათ, ავტოკრატია შეიძლება ეს ვერ დავარქოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისუფლებების შეზღუდვას ამას თავისუფლად დავარქოთ. თავისუფლების შეზღუდვები ხდება. ეხლა საინტერესო რა არის, იცი აი ამის ფონზე? ამის ფონზე არის საინტერესო ის, რომ შენ თავისუფალი ინფორმაციები, თავისუფალი აზრები ხდება იმ სივრცეში, რა სივრცეს ტრადიციულად არ იყო ლიბერალური და ტრადიციულად არ იყო დემოკრატიული სივრცე. აღმოსავლეთში, თუნდაც რუსეთში, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებს, ხო? რომელიც ითვლებოდა ჩამორჩენილ ან არ შემდგარ დემოკრატიებად. და აღმოჩნდა რომ ეს არ შემდგარ დემოკრატიებში ხალხს იმისთვის რომ საკუთარ პოლიტიკაზე ზეგავლენა იქონიოს, უფრო მეტი ბერკეტი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთ ევროპის, მაგალითად საფრანგეთში ახლა, ხო? მეორე პარტიას რეალურად, პარტიის ლიდერს იმას აკეთებენ, ხო? გამარჯვებულ კანდიდატს ევროკომისია ესე სასამართლოს მეშვეობით რუმინეს გულისხმობ, იმისი იჭერენ, პრაქტიკულად იჭერენ, აცილებენ პოლიტიკას, მოცილეს პოლიტიკას. ეს ნიშნავს იმას, რომ ის კრიტიკა ევროკრიტიკოსების, ეს არ არის ახალი კრიტიკა. ყოველთვის იყო, ეს არის ანტიდემოკრატიული ინსტიტუცია. რომ ევროკომისარები, ევროპარლამენტარები არ არიან არავის მიერ არჩეული. არ არის ევროპელების მიერ არჩეული. ყოველთვის იყო ეს კრიტიკა. უბრალოდ ჩვენამდე ეს მოდიოდა როგორც რაღაცა სამოთხე, როგორც რელიგიური რაღაცა დაწესებულება, სადაც აი ადამის ცველებად მოგვევლენებოდნენ, ხო? აი სამოთხეს ცველებად მოგვევლენებოდნენ, რომისგან ნება უნდა ავიღოთ, რომ რაღაცა სამოთხეში შესულიყავით. აღმოჩნდა, რომ ესე არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ეს ძალები არის პირველ რიგში ანტიდემოკრატიული და ეს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები მათ გადადგეს საკუთარი საზოგადოებების წინააღმდეგ. პირველ რიგში ეს კრიზისი მათ დაეწეს, როდესაც მათ შეეცადნენ საკუთარი რაღაცა ვიტრო ეკონომიკური სარგებლობის გამო ის პოლიტიკა ეწარმოებიათ, რაც მაგალითად ემიგრანტების პოლიტიკასთანაა დაკავშირებული და რამაც პრაქტიკულად სერიოზული სოციალური საფრთხე გამოიწვია თვითონ ევროპაში. უნდა იყოს და ეს ცალკე არ ავიღოთ, ხო, ის ემიგრანტები. მათი ჩარევის შედეგად არაბეთში, აი კადაფის შემთხვევაში, ხო, კადაფი რომელიც არჩერებდა ამ ემიგრაციას, ქმნიდა სოციალურ სახელმწიფოს, რეალურად სოციალური სახელმწიფო ქონდა შექმნილი და რაღაც კეთილდღეობის რაღაც ელემენტარული რა მაღალი დონე იყო საკმაოდ, ეს დაანგრიეს. ამან გამოიწვია მთელი რიგი კატასტროფა აფრიკულ და არაბულ სამყაროში. და მათი არასწორი და საზიწყარი გეოპოლიტიკური ნაბიჯების შედეგად დაინგრა ელემენტარული დასაყრდენი, ეკონომიკური დასაყრდენი აღმოსავლეთ სახელმწიფოებში. შემდეგ მათ დაიწყეს რაღაცა ჩემთვის გაუმართლებელი და უკვე ჩანს გაუმართლებელი პოლიტიკა მაგ ემიგრანტებთან. ევროპა ვერ შეძლებს ამ ემიგრანტების ინტეგრაციას. ვერ შეძლებს. არა აქვს ამის კულტურული რესურსი. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა, ჩვენ ნახეთ ისლამურ სახელმწიფოსთან მიმართებაში, როგორ ჩადიოდნენ მეორე, მესამე თაობის ემიგრანტები, ხო? და როგორ იბრძოდნენ, როგორ ხდება ის, რომ პირიქით ხდება, ის კი არ ხდება, რა ქვია, ევროკავშირის სახელმწიფოები კი აღარ ახდენენ ემიგრანტების კულტურულ ასიმილირებას, ესე ვთქვათ. ჩასულები ახდენენ ადგილობრივების კულტურულ ასიმილაციას. იყო ამ შემთხვევაში სტატიაც იყო მეჩეთების რაოდენობა გერმანიაში საფრანგეთში 12ჯერ არის გაზრდილი. 12ჯერ არის გაზრდილი. თქვენ რომ აიღოთ მაგალითად გერმანიის რუკა,
ნახავთ რომ ის ქვეყნები სადაც რომელიც ადრე იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იქ არა გაზრდილია ზუსტად ემთხვევას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალიან ცოტაა ზუსტად ემთხვევა აბსოლუტურად ალტერნატივა გერმანიისთვის გამარჯვებას ემთხვევა გერმანიის დემოკრატიული რაც იმას ნიშნავს რომ ორ ქვეყანას შორის განსხვავებები არ ამს თუ მოისპო არამედ უფრო მძაფრია ვიდრე შეერთების დროს იყო და საინტერესო ის არის რომ აი ჩვენ ხედავთ რომ ის სახელმწიფოები რომლებიც ადრე სოციალისტურ ბანაკში იმყოფებდნენ როგორ უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ საკუთარი კულტურული და ეროვნული იდენტიტეტის პროცესში და პროპაგანდის წინა და ჩვენ ხედავთ ეს და ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ რამს ეგა სწორედ ლიბერალიზმის პოლიტიკის შედეგი ლიბერალური პოლიტიკა ყველგან ასუსტებს ეროვნულ იდენტობას და ასურებს რეზისტენტულობას ერის და შესაბამისად ჩვენ ესე იგი გვაქვს აშკარად ესე იგი ჩვენთან ხდება ეს ის ჯგუფები რომლებიც ახლა რაღაცნაირად გამოდიან რას მოითხოვენ ისინი ხო ეს არის პრინციპში რა ვიცი რას მოითხოვენ იცი შენ რას მოითხოვენ უკვე გაუგებარი ამ ეტაპზე მაგრამ საბოლოო ჯამში ესენი მოითხოვდნენ იმას რომ ჩვენ ისე მოქცეულიყავით როგორც ევროკავშირის ის რამოდენიმე წარმომადგენელი სურდა ხო მაგრამ აი დღეს მაგალითად კატასტროფაა არ ვიცით რას ეთხოვენ უბრალოდ ლუღლუღია რაღაც შეშლილის ლუღლუღი ხო ხო, საერთაშორისო პოლიტიკაში მართლა მძაფრდება სიტუაცია, ტრამპის სუვერენისტული პოზიციებს ამყარებს, უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მულტიპოლარული სუვერენისტული სამყარო არ იქნება ჰარმონიული, ხო? ანუ ერთი სუვერენიტეტი ხშირ შემთხვევაში, ამ მთელ რიგ შემთხვევებში არ გულისხმობს სხვისი სუვერენიტეტის დაცვას და ამას აჩვენებს ტარიფები, ხო? ტრამპის, ასე ვთქვათ, პოზიცია არის თავისი ქვეყნის გადმოსახედიდან პატრიოტული, მას უნდა რომ ვთქვათ, დაიცვას ასე ვთქვათ, შიდა ბიზნესი წარმოება წამოიღოს მეტად ასე ვთქვათ, ამერიკაში, იმიტომ რომ ტარიფების შემთხვევაში ხო ის ხდება, რომ უკვე ნაკლები мотиваცია მაქვს მე რომ ამერიკაში გარედან შევიტანო და მირჩევნია იქ გადავიტანო, იქ გადასახადები ნაკლები მექნება და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ძალიან ერთი დიდი მაგრამ, რაც სხვადასხვა გეოპოლიტიკურმა ცენტრებმა, ევროკავშირმა, მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა თქვეს, რომ რამას შეიძლება მოყოს საპასუხო ტარიფები აქეთან მხრიდან. ანუ ეს ხო ვაჭრობა არის ორმხრივი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ამერიკას ამ შემთხვევაში რამდენიმე ვერსია არის. ხო, ერთ-ერთი ვერსია არის, რომ მაგალითად იმ საქონლის ნაწილი, რომელსაც რომლის ექსპორტი ხდებოდა იგივე ამერიკაში, ჩინეთმა პირობითად გადაამისამართოს ევროკავშირში. გადაამისამართოს სხვა ქვეყნებში. ახლა გასაგები აქ წილი შეიძლება მეტი ნაკლები იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ტრამპი ესე ცდილობს უხეშად რაღაცნაირად იმოქმედოს, ეს აჩვენებს იმას, რომ ამერიკის ეკონომიკური სისტემა და მისი ჰეგემონური სისტემა არის კრიზისში. და ტრამპი არის ამ გამოსავლის ძიება, ხო? ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს რაღაცა ესე კოლექტივი აქტიური არსებობს, საიდანაც ხან ერთი სტრატეგია ამოიწვერება, ხან მეორე. ხო, ერთი სტრატეგია იყო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც ამბობდა, რომ ეხა რუსეთი დავაჩოქოთ, იქ მარიონეტი დავსვათ და მე ხო, არ გამოვიდა, ეს ჩაიჩოჩა, ეხა გამოვიდა მეორე, ასე ვთქვათ, ადმინისტრაცია, რომელიც ამერიკა გავხადოთ ზესახელმწიფო ზესახელმწიფო და ვაშოვნინოთ ქვეყანას ბევრი ფული, რუსეთის იაფ რესურსებს დავიპატრონოთ, ვაიძულოთ ევროპამ დასმოს თავის სოციალურ კეთილდღეობა და გადაგვიხადოს ფული იარაღში, ეგ გამოუვიდათ. ნახოთ, ჯერ კონტრაქტები აქვს თუ არა იარაღზე არა. დასუსტების ნაწილში ყოველ შემთხვევაში უფრო გამოვიდა. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ხა მთავარია რომ ეს თვითმფრინავები და რთული სამხედრო ტექნიკა, რომლის წარმოების თავი არ აქვს. ხო, ევროპა. ხათ შორის არც კი ვიცი, იოლი მარტივი სამხედრო ტექნიკის წარმოების თავი თუ აქვს. ეგეც ბევრი ექსპერტის მიხედვით სკეპტიკური შეფასებებია, იმიტომ რომ ევროპაში ამერიკაშიც, მაგრამ ევროპაში დაკარგულია ეს. ნუ ევროკავშირში ინგლისს არა, გერმანიას აქვს პრობლემები. თუ ფულს არ ჩადებ არ გამოვა. კარგია ეს საუბარი, მაგრამ რეკლამას ვნახოთ რეკლამა.